სალამი ჯიგრებო, პირველ რიგში სანამ ვიდეოს დავიწყებთ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. პირველ ვიდეოს რა გამოხმაურებაც მოყვა მაგისთვის, იმ ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და გამოწერებისთვის. ნამდვილად დიდი мотиваცია იყო ჩვენთვის ეს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მაგისთვის. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ ვიდეოს, როგორც უკვე ნახეთ, ეს ვიდეო ეხება ჩვენს მეორე პროექტს W124-ის კუპე ვერსიას, რომელსაც გაგაცნობთ უშუალოდ ჩემი ძმა, ამიტომ ეხა ამ ვიდეოთი ბათუმიდან გადავინაცვლოთ თბილისში და დანარჩენს უკვე ნახავთ ვიდეოში თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. ლაიქები და კომენტარები არ დაგავიწყდეთ, ასევე რჩევებს მივიღებთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით. ჩაუჯექით ვიდეოს, არ გადაახვიოთ, ასევე კომენტარებში დაგვიწერეთ, რა სისურვებდით მომავალ ვიდეოში რა გავაკეთოთ, რისი განხილვა ჩავწეროთ. ამიტომ გელოდებით კომენტარებში, მოგვიწონოთ ვიდეო, გამოგვიწერეთ და წავედით. მოდით. მოკლედ ადგილზე ვართ, მეგობრებო. შევაღოთ ახლა გარაჟის კარი და ვნახოთ რა დაგვხდება შიგნით. გიო შეხედება საერთოდ ადგილზე თუ დგას. აქ არის, აქ სადაც წავიდოდა. შეხედე რას გაქვს. შეგახსენებთ, რომ მანქანა ბოლოს ზუსტად 1 წლის წინ გაჩერდა და იმის შემდეგ საერთოდ აღარ დაქოქილა. აქვე ბარემ ვისარგებლებ ხა შემთხვევით. ამას რა გარეცხავს რეზე. კაი ხარ რას ვაკეთებთ? საწვავი მოვიტანეთ, ზეთის დონე შევამოწმოთ. ანტიფრიზი შევამოწმოთ, კლემა დავაერთოთ და ვნახოთ თუ დაიქოქება. კაი, მეორე კარსაც შევაღებ, აბა. შუქი შემოვიდეს ცოტა. ჩავამატოთ ახლა საწვავი. ნახოთ აბა ძრავში რა ხდება. ახადე აბა უცებ. აქ უბრალოდ სუბთავი ჩანს. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალური. აქ მართლა სუბთაა. დანარჩენი გამოჩნდება. კაი, ეს დავაერთოთ და ვნახოთ. სხვა მინუსი. ოპა, ცოცხლება უკვე. გადასაჭერი გვინდა რა. ჯერ როგორ ფიქრობ, დაიქოქება? იასნა იქოქება. გერმანელი ბებერი. აბა ვნახოთ, თავის სახელს თუ გაამართლებს. ეგარი. მართალია წინ არაფერი არ გვაქვს, მაგრამ სასეირნოთ მაინც გავალთ. მანქანაში იდეაში საწვავი ასხია, მაგრამ 1 წლის წინ რო გავაჩერეთ 20 ლიტრამდე საწვავი იყო. ოქტანობა დავარდნილი ექნება საწვავს, ამიტომ წამოვიღეთ სუპერი, რომ საწვავის ხარისხი ცოტა გაგვიუმჯობესოს და მანქანის გამოფრიზლებაშიც მოგვეხმაროს. ამას რეზი მარტო ვერ ჩავასხა, უნდა დამეხმარო ძმა. შენ მაინც გჯერა რომ დაიქოქება? მე კი არ მჯერა. გწამს? ვარ დარწმუნებული მაგაში. და ნახე რა სუპერია. ვაფშე არის საწვავი, იქნება აურთქლა. ნახავთ რა. რა არის ეს, ჩემ ბორდოს წვენია. ეგარი. ამნა ჩასხმულის და დაჯო. წამლი რაღაც მინდოდა შეჩევა. ესეც ორი კაცის მიერ ჩასხმული საწვავი თანაც ძაბრის დახმარებით.
მოკლედ ყველაფერი გადამოწმებულია. ეხა ის გადაგჩენია, გადავქოქოთ, დაიქოქა რა თქმა უნდა და გავიგოთ ემას 4-ის ხმა. მიკროფონს ახლოს გავაჩერებ, რომ ხმა გაგაგონოთ. მიდი გიო. მომენტი, რომელსაც თქვენ ცელოდებით და მეც. ნუ სხვა შედეგს არ ცველოდით, მეგობრებო, ვიცოდი რომ ბებერი არ მიგვატოვებდა შუა გზაში. ეხლა რადგანაც დაიქოქა, 1-2-ს გავივლით, ცოტას ჩავაჭერთ და ვეცდებით კაი კადრებით შემოგთავაზოთ. ავედით. ცოტა გამოვისეინეთ, წყალი გადავავლეთ, ფერზე მოვიყვანეთ. ეხა 1-2 სიტყვით რო გითხრათ. როგორც იცით, ეს მოზელი ვინც ერკვევით გადაშენების პირას არის უკვე ნორმალურ მდგომარეობაში საქართველოში აღარ მოიპოვება. ჩვენც 3 წელი ვეძებდით ამ მანქანას და ბოლოს სრულიად შემთხვევით ცხეთაში ჩაგვივარდა ხელთ, ეგრევე დაგვევასა, წამოვიყვანეთ, დავაგარაჟეთ და მთელი ეს დრო რაც მანქანა გარაჟში ყავდა, ბოლოს დაიქოქა წინა გაზაფხულს, ჩაუტარდა წვის სისტემის გაწმენდის სერვისი და მაგის მერე სუაყენია და ვართ დეტალების შეგროვებაში რა. ეხა მანქანას რასაც უყურებთ, რაც სახარბიელო მდგომარეობაში არ არის, ბევრი დეტალი აკლია, ბევრი რაც აყენია იცვლება, ორიგინალი დეტალები გვაქვს შეძენილი და აი ძალიან რეტკია რა, უკვე არაფერი აღარ იშოვება. ნორმალური დეტალის მოძიება უკვე საკმაოდ ჭირს, რაც აქ იშოვებოდა, აქ შევიძინეთ ადგილზე, რაც საქართველოში ვერ ვიშოვეთ, გამოვწერეთ, ძალიან ძვირი დაგვიჯდა რაღაცეები, მაგრამ საბოლოო ჯამში უკვე ამ მანქანისთვის თითქმის ყველაფერი გვაქვს შეძენილი და ეხლა რაც შეეხება YouTube-ის იდეას და ზოგადად პროექტის არსს. ეს ყველა საფეხურები მინდა რომ ნაწილ-ნაწილ გადავიღო რომ ვიდეოებად, ეტაპებად და მინდა რომ გაგიზიაროთ რა, ვინც ამ მანქანის უშუალოდ მოყვარული არის, ყველას ინტერესი ექნება ამ ყველაფრის. ფიქრობ ეს არხი ნებისმიერ ავტომოყვარულს მოეწონება, მით უმეტეს ვისაც პროექტები და ძველი მანქანები გიყვართ განსაკუთრებით. შიგადაშიგ ასევე ვაპირებთ ბევრი საინტერესო მანქანის ტესტ-დრაივებიც რომ შემოგთავაზოთ. ერთადერთი თქვენგან რაც გვჭირდება გვერდში, თით შეგიძლიათ რომ დაგვიდგეთ, არის რომ გამოგვიწეროთ არხი. დაგვილაიქოთ, კომენტარებში დაგვიწეროთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ზოგადად რას ჩაამატებდით და ასე შემდეგ. ეხლა 1-2 სიტყვით რო გითხრათ კონკრეტულად ამ მანქანის მონაცემები. ჩვენი კონკრეტული მოდელი ამ შემთხვევაში არის Carfull Sportline MS4 3.2 რიად მიძრავით. Sportline-ის მექანიკური 5 სიჩქარიანი კოლოფით და AST ბლოკირებული ხიდით. მანქანა გახლავთ 1993 წლიანი რესტაილინგი და შექმნა საკმაოდ კარგი კომპლექტაციით. გვაქვს ქარხნული შავი ყავის სალონი, 4 ელექტროშუშა, ლუქი და ასევე კონდიციონერიც. გაგვიმართლა და ღვების მომწოდებლებიც მუშაობს, თუმცა ყველაზე მთავარი რაც არის, კუზავარის ჯანსაღი ზედმეტი კოროზიის გარეშე.
დისკებს რაც შეეხება ჩვენ შევცვალეთ, ამ შემთხვევაში მანქანა გვიდგას 17-იან დედალმამალ მონობლოკებზე. ასევე დავამონტაჟეთ C36 AMG-ის მახუჩის ოთხკუთხედი ბოლოთავები. მოგვიწია 124-ის ქართულ ბაჩოკზე მიკერება ამ თავების, რადგან C36 ბაჩოკი ზედმეტად განიერი იყო. სამომავლოდ ვაპირებთ მანქანა ავაწყოთ ეგრეთ წოდებული AMG გენური მოდიფიკაციით, დაახლოებით 36-ის ვიზუალზე. ეხლა კი ცოტა გავიაროთ, გამოვაფრთხილოთ ბებერი, ოღონდ ამას ეზი გააკეთებს, რადგან მე შესაბამისად ვერ ვიმეტებ მანქანას. ახლა გავდივართ თოქში. ძველი გერმანელი ცოტა მოვაფხიზლოს. ერთი ორს მივაჭერთ და ვნახოთ რა ძველი ჯანები თუ აქვს შემორჩენილი. აქ არის მე მგონი 22 იზო. რეზონატორი არ გვაქვს მეგობრებო, მაგიტომ მას ისმის ეკხმა. ახმას გესმით, რეზონატორი მომავალში დაყენდება. კეთ არის ხო? კი. ახმა გვაქვს. თუ არავის გავერჭავით. ხმა ცოტა 3-4000 აბაროცა ცოტა ისა. ხმაურიან. სავარაუდოდ 90 დეციბელში ჩავჭდებით. არა, სიტყვია. კეთ ცოტა მივაფაროთ არა? გაგვიზიარე შენი ემოციები. Shit. Bicho, bastante intensidad. Vamos igual. Oh my god. თეორი მივაფაროთ კიდე რა. ცოტა გავატაროთ. საბურავების უნია. რაგაც ურაიმენა. ეგრეთ რეალს. მექანიკას თავისი მოამია. ეგარი, დავაბრუნეთ, მოკლედ ბებერი გარაჟში. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. დაიზარებთ არხის გამოწერას, დაგვალაიქეთ, დაგვიტოვეთ კომენტარები, გითხარით ზოგადად რას ფიქრობთ პროექტებზე. მომავალ შეხვედრამდე. ის წაშალე? ფუშ, საერთოდ აქ არის ნეტ. გულია მიჩქარდა უკვე. მოკლედ ვფიქრობ რომ მოკლედ ვფიქრობ ეს არხი არა მარტო დავიწყო? უკაც მოჭრიდა. ძირს ხო არ გადის. ხო არ იქცევა ბიჭო.